ფინალურ ორთაბრძოლის რეპორტაჟს, მაგრამ რას იზამ. და ის სიყვარული, რაც არის უკრაინაში ქართველი ხალხის მიმართ, მე მგონი აი ამაში გარკვეული დამსახურება კოტე მახარაძესაც მიუძღვის, რომელიც მართლაც უსაყვარლესი პიროვნება იყო ყველა რანგის, ყველა ფრონტის და ყველა მე გავიხსენებ თქვენს გახსოვთ როგორი იუბილე გადაუხადეს ბატონ კოტეს 75 წლის თავი კიევში და ისიც მინდა აღვნიშნო რომ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მეგობარი ქვეყნები შეიყარა პოლონეთი, უკრაინა, მაგრამ რინგმა არ იცის მეგობრობა, რინგზე უკვე მეგობრობა უკანა პლანზე გადის. და შეეხება უკრაინელების სიყვარულს, აი ამაზე შენ ძალიან კარგად აღნიშნე და მე მინდა რომ მაინც დაასრულო მით უმეტეს ორთაბრძოლა და ორი სიტყვით გეტყოდით რომ მართლაც დელეგაცია ჩამოვიდა, ძალიან დიდი ინტერესი არის ავთოს მიმართ, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს უკრაინაში, ძალიან უყვართ ავთო და ხარდასაჭერად ჩამოვიდა ძალიან დიდი დელეგაცია. დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, ქალაქის საბჭოს წევრები. ბატაშორის კიევის მერს ბატონ ლეონიდ ჩერნოვეცკისაც უნდა ჩამოსვლა დღეს დასწრებოდა, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ბოლო მომენტში ვეღარ მოახერხა, დაკავებული იყო თავის საქმეებით. მაგრამ მე იმედი მაქვს რომ იქიდან პალელში კომს ესე ვთქვათ. შემოგვიროს და დიდი მადლობა გადაეციგია. აუცილებლად გადავცევ და ეს მელი უკრაინა უყურებს ყველა უყურებენ ვიცით ესე ვიხარია და ყველას დიდი მადლობა. ეხლა ისე გიორგი კანდელაკი გვიახლოვდება, რომელიც გამოაცხადეთ როგორც სუპერვაიზერი, მაგრამ დღეს ჩემთან ერთად მიყავს რეპორტაჟი. კიდევ ერთხელ შევახსენეთ ტელემაყურებლებს, რომ ჩვენთან იყო უკრაინაში საქართველოს ელჩი გია ჩატამაძე. გიორგი დაიწყო ის ორთაბრძოლა, რომელსაც დიდი ხანია ველოდი გიორგი, განსაკუთრებით შენ. მე ვიცი ახლა შენ როგორ ღელავდი, როგორ ნერვიულობდი, როგორ აწყობდი გეგმებს და აი ეს 12 რაუნდიანი მარათონი იწყება რა, პირველი რაუნდია. და რა თქმა უნდა ახლა ყველა დიდი ყურადღებით გისმენს, ყველა ტელემაყურებელი. კიდევ მივესალმები ტელემაყურებლებს, ახლა შემოგვესწრო ავთანდილის ბრძოლაზე. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ორთაბრძოლა იქნება. ავთანდილ ხურციძე დღეს სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ზონაში. არც მისი მოწინააღმდეგეა ის ოლიმპიური თამაშების მონაწილეა პოლონელი ჩენდოვსკი, ასე რომ ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა იქნება. აი პირველი რაუნდიდან ეტყობა რომ ბრძოლა ძალიან ძნელი იქნება. ავთანდილის მოწინააღმდეგე მარიუსი გამოცილი მოკრივია, მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი მოკრივია, ავთოს ისეთი შემართებით ბრძოლობს ყოველთვის. ჯერ მე ვფიქრობ თავის სტილში არ შესულა, ის ჯერ ასე ვთქვათ ხურდება. შევახსენოთ რომ ეს გახდა სწორდი კატეგორია 72-ელსა და 600 კილოგრამამდე. და ისიც შევახსენოთ რომ მეტოქეებს ჩატარებული აქვს ავთანდილ ხურციძეს 26 ორთაბრძოლა, ხოლო მარიუს ჩენდოვსკის 25. ხურციძეს 22 შეხვედრა აქვს მოგებული, ხოლო ჩენდოვსკის 21. მეტოქეები არიან, თანაბარი ძალის მეტოქეები არიან. პირველი რაუნდი დამთავრდა. მე ვფიქრობ, ეს თანაბარი ორთაბრძოლა იყო, მაგრამ უფრო ავთანდილი გამოირჩეოდა აქტიურობით. ეს საჯებზია როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, საერთოდ პროფესიონალურ კრივში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აქტიურობას და ბოლო 15 წამს ვინ უფრო აქტიურად იბრძოლებს, ამას ყველა მსაჯიკურად ღებას აქცევს. მე ვფიქრობ შეიძლება ერთ საჭამოთა ჩავსახილი ამ რაუნდში გამარჯვება. გიორგი, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ტელემაყურებლებს თუ ვინ არიან საჭები. რეფერი გარი როსატო, ამერიკის შეერთებული შტატები. ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან არიან მისი დამხმარე მსაჯები რიჩარდ გრინი და ტომას მილერი და კიდევ ერთი ბელგიელი ანდრე ვან გროტენბრუელი. რა თქმა უნდა, ამერიკიდან ესეთი შორეული ჩვენი მეგობარი, მაგრამ აი შორეული კონტინენტიდან ისე არ ჩამოვიდოდა საჭთა ტრიო, რომ არ ყოფილიყო ასეთი მნიშვნელოვანი სოფლიო მასშტაბის რა თქმა უნდა, ასპარეზობა. ეხლა ავთანდილმა